საღამო მშვიდობისა, მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო. მე კვანცა ტარასელია ვარ, თქვენ უსმენთ ქალების რადიოს და ეს არის ყოველკვირეული გადაცემა ჯანმრთელობის საათი, სადაც ჩვენ საუბრობთ ჩვენს სხეულზე, იმ გამოწვევებზე, რომელიც გვაქვს ჩვენი ჯანმრთელობის თვალსაზრისით და დღეს ვფიქრობ შევარჩიეთ განსაკუთრებით ქალებისთვის და არა მხოლოდ ქალებისთვის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი, ზოგჯერ ძალიან მტკივნეული თემა, ეს გახლავთ აკნე. ვისაც ერთხელ მაინც გამოუცდია ეს, იცის რომ აკნე ეს არ არის მხოლოდ სახისკანის პრობლემა და ეს არის ფაქტორი, რომელიც ძალიან ხშირად ადამიანებს ხელს უშლის წარმატებაში, ზოგჯერ პირად ცხოვრებაში, აქვეითებს თვითშეფასებას და პრაქტიკულად ისე აფუჭებს ცხოვრების ხარისხს ხშირად, რომ შემდეგ ადამიანებს განსაკუთრებით ახალგაზრდა გოგოებს დიდი დრო ჭირდებათ, რომ ეს ტრაუმები გადალახონ და გამოვიდნენ ამ სტრესიდან, იმიტომ რომ ძალიან ხშირად სარკეში ყოველი ჩახედვა ნიშნავს კიდევ ერთ მუწუქს, რომელიც აი ამ მიღებული სტრესისგან გონია, რომ კიდე ამოგდის. და სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ არ ვიცი, პრიალა კანი არის დღეს გავრცელებულ სილამაზის სტანდარტებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ისეთი მყარი სტანდარტი და ამისკენ მიუტყვის ყველა ადამიანი, განსაკუთრებით გოგონები და მოდით ვაღიაროთ, რომ თქვათ მეც ვარ ამ ქალებს შორის და კიდევ ერთი პატარა აღიარება, რომ თუ რამე შემშურებია ოდესმე ვინმე კანის ეს არის სწორედ გაკრიალებული კანი, რომელიც ყოველთვის მინდოდა რომ ქონოდა და მინდა რომ ქონდეს და მე ვიცი რომ არ ვარ მარტო და არც თქვენ არ ხართ მარტო, ვინც ახლა გვისმენთ და ვისთვისაც ეს თემა ძალიან აქტუალურია. ალბათ ვინც ახლა გვისმენთ და ვინც აი ამ ექიმთან თქვენს რიგს ელოდებით, ანჯერ არ იცით ეს რიგი როდის მოგიწევთ, ის გვეწვია ჩვენ სტუდიაში და მასთან შევეცდებით ყველა ეს კითხვა დავსვათ. ჩვენი სტუმარია დერმატოვენეროლოგი ზაზა თელია, რომელსაც მივესალმები და დიდ მადლობას ვეტყვი, რომ გამონახათ დრო და მოვიდა ჩვენთან და ვეცდები რომ ყველა თქვენი კითხვა რაც ახლა გაგიჩნდებათ დავუსვათ და შეგახსენოთ რომ კითხვის დასმის შანსი გაქვთ ჩვენ სოციმედიაშიც. შეგიძლიათ მოგწეროთ Instagram-სა და Facebook-ში და ამ კითხვებს პირდაპირ ეთერში გავაჟღერებთ. მოგესალმებით. გამარჯობა გვანცა. დიდი პატივია ჩემთვის თქვენთან სტუმრობა, მივესალმები თქვენს მსმენელებს. მადლობა, ძალიან მნიშვნელოვანია რომ მიკროფონთან ვიყოთ ახლოს. აი დაახლოებით ისე როგორც მე ვარ, რომ კარგად გაიგონ ადამიანებმა თქვენი ხმა. პირველი კითხვა, რაც აკნესთან დაკავშირებით მაქვს, არის ზოგადად რა ითვლება აკნეთ? ძალიან ხშირად, აი ჩვენც ახლა კერძო საუბრებში, რაღაცა ხშირად გონია, რომ ჩვენს იმ პრობლემას, იმ მუწუკებს, რომელიც ხანდახან გამოგვახტება ხოლმე, გვქვია აკნე. რა ითვლება? რაოდენობა ითვლება? თუ ტიპი გამონაყრის, რომ ჩავთვალოთ, რომ ჩვენ ეს დაავადება გვაქვს თუ არ ვიცი, მდგომარეობა. კი ბატონო. აკნეს შემთხვევაში პირველ რიგში ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ ადამიანს უნდა ჰქონდეს ეგრეთ წოდებული კომედონები. კომედონები ეს არის იგივე ფერის მჭამელები. კომედონები ფერის მჭამელები შეიძლება იყოს ორი ტიპის. ეს არის ღიათავიანი, ანუ შავები, რასაც ხედავთ და ასევე დახურულთავიანი, ანუ ეგრეთ წოდებული კანქვეშა თეთრი ელემენტები. ზოგადად როგორც წესი, აკნე იწყება კომედონებით, ანუ აკნეს პირველად ელემენტებს ჩვენ ვეძახით კომედონებს და აი ამ კომედონების შემდეგ უკვე შეიძლება განვითარდეს ეგრეთ წოდებული ანთებითი ელემენტები, რასაც აი საზოგადოებაში უიშველიებ ამ ტერმინს, აი პრიშიკებს ეძახიან, ხო? უფრო ესეა ცნობილი, ანუ ეს შეიძლება იყოს ჩირქოვანი ელემენტები, ყვითელი ფერის, ან შეიძლება იყოს უბრალოდ მოწითალო ფერის და შეხებით იწვევდეს ტკივილს. აი ამ შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ. თუ ადამიანს აქვს გარკვეული ტიპის გამონაყარი, აქ შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ ეს არის აკნე, თუმცა აქ შეიძლება დაგვჭირდეს დიფერენცირება. დიფერენცირება სხვა დიაგნოზებს შორის, მათ შორის ყველაზე ხშირად ჩვენ დიფერენცირებას აკნეს ვახდენთ, მაგალითად ფოლიკულიტთან, ეს არის თმისძირის ანთება. და ეს ორი სხვადასხვა მდგომარეობაა? ხო, ეს არის სხვადასხვა მდგომარეობა, დიახ.
თუმცა ვიზუალურად ძალიან გავს ერთმანეთს. უბრალოდ ფოლიკულიტის მისძირის ანთების დროს აი ეს ფერის ჭამელები, ჩემს მიერ დასახელებული კომედონები არ გვხდება. ასევე არსებობს ესეთი დაავადება როზაცეა, რომელსაც ასევე ახასიათებს აკნეს მსგავსი ელემენტები და აი სიწითლით მიმდინარე ალბათ გინახავთ, რომ აი სიწითლე აქვს ხოლმე და ეგრეთ წოდებული კაპილარები, ეგრეთ წოდებული ტელეანგიექტაზიები. ამ შემთხვევაში აი ჩემს მიერ დასახელებული ეს ორი დაავადება ყველაზე ხშირად არის ხოლმე დიფერენცირების საგანი, ანუ პაციენტს აქვს აკნე, აქვს ფოლიკულიტი, თუ აქვს როზაცეა, ან შეიძლება გქონდეს სამივე ერთად, ან შეიძლება გქონდეს ორი დაავადება ერთად. აქვე აღვნიშნავ ყველაზე საყვარელ ადგილს, ასე ვთქვათ, აკნესი, ეს არის სახისარე, ეს არის გულმკერდი, ზურგი, მხრები, როგორც წესი და შეიძლება კისერზე შეგვხვდეს, ან მაგალითად სკალპზე, ანუ თავის თვიან არეში, ეს არის ის ადგილები, რომელიც ასე ვთქვათ, უყვარს აკნეს. ჩვენ ქალების რადიო ვართ და ხშირად ვცდილობთ ხოლმე სწორედ ქალების ჭრილში განვიხილოთ, მით უმეტეს თუ იმ დაავადებას მართლაც აქვს კორელაცია რაღაცა სქესთან. ჩვენ ვიცით, რომ აკნეს ძირითად შემთხვევებში, ვთქვათ, არის და უფრო ხშირ შემთხვევებში ეს არის რაღაც პუბერტატის დამახასიათებელი, ანუ თინეიჯერული ასაკის კანის პრობლემა, მაგრამ ჩვენ თუ ვისაუბრებთ ზრდასრულ მოსახლეობაზე, ქალები ამ შემთხვევაში უფრო სჭარბობენ, ხო? რა არის მიზეზი, როცა ვთქვათ, დასრულებში უფრო მეტად და დიდწილად მეტად უფრო ქალებს აქვთ აკნე, ვიდრე მამაკაცებს. აქ საუბარია, ვთქვათ, ჰორმონალურ სხვადასხვა ცვლილებებსა და ძვრებზე თუ ასევე უკავშირდება ეს მოვლას და სხვადასხვა კოსმეტიკურ საშუალებებს და ზოგადად ცხოვრების წესს. შეკითხვაზე პასუხი ერთ-ერთი პასუხი არის ის, რომ გარდატეხის ასაკის გასვლასთან ერთად ქალებში იმიტომ არის ავადობა აკნეთი უფრო მეტი, რომ ქალებს უყვართ სხვადასხვა ტიპის პროდუქტების ცვალებადობა და ასე ვთქვათ, დავარქვათ, გატესტვა საკუთარ კანზე, ამას ემატება კიდე მეორე ფაქტორი, რომ ქალები სტატისტიკურად უფრო ხშირად მიმართავენ კოსმეტოლოგებს სხვადასხვა ტიპის პროცედურებისთვის და სხვადასხვა ტიპის პროცედურების ჩატარებაც გარკვეული ტიპის რისკს წარმოადგენს გამონაყრის და აკნეს დაწყების. აქ ამას ასევე ემატება მესამე ფაქტორი. ქალებში უფრო ხშირია სხვადასხვა ტიპის საშუალებების, მე ვგულისხმობ ვიტამინების და დანამატების მოხმარება და ესენიც მაპროვოცირებელია აკნესი. და ბოლოს უნდა, რა თქმა უნდა, მეოთხე ფაქტორი დავასახელო, ეს რა თქმა უნდა, ჰორმონები, როდესაც გარკვეული ტიპის პრობლემები ეწყება ქალბატონს, ქალს ჰორმონებთან დაკავშირებით და ჰორმონების არევასთან მიმართებაში პირდაპირ ეს არის ასოცირებული აკნეს დაწყებას. აქვე ვიკითხავ, ხშირად მსმენია, რომ აი რაღაც საკვერცხის მუშაობასთან თითქოს არის დაკავშირებული, აი ასეთი მითიც კი მსმენია, რომ აი მარცხენა მხარეს თუ გაყრის, თითქოს მარჯვენა საკვერცხე არ მუშაობს კარგად და პირიქით, ანუ რაღაცა გინეკოლოგიურ პრობლემებზე თუ მიუთითებთ ხოლმე, ან თუ შესაძლებელია, რომ თქვათ დერმატოლოგმა საჭიროდ ჩათვალოს, თქვათ გინეკოლოგის და სხვა სპეციალისტის ჩართვა საკვლევად იმისა, თუ რა არის მიზეზი. მოდით ესე ვიტყოდი, რომ თქვენს მიერ დასახელებული ახლა ეს ინფორმაცია არის ნახევრად მითი. ნახევრად მითი, იმიტომ ვამბობ, რომ ზოგადად საკვერცხეების დისფუნქციასთან ასოცირებული აკნე შესაძლებელია იყოს. თუ საკვერცხეების დისფუნქცია გვაქვს, ეს პირდაპირ ასოცირებულია ჰორმონალურ დისბალანსთან. და ჩვენ ამას ვეძახით მაგალითად ჰიპერანდროგენემიას, როდესაც ანდროგენი, ანუ მამაკაცის ჰორმონი მომატებულია ქალის ორგანიზმში და ეს პირდაპირ ასოცირებულია აკნეს დაწყებასთან, იმიტომ რომ ზუსტად ანდროგენია ჰორმონი, რომელიც პასუხისმგებელია ამ ცხიმოვანი ჯირკვლის მუშაობაზე და ჩვენ ვიცით, რომ აკნეს გამომწვევი მიზეზი ზუსტად არის ცხიმოვანი ჯირკვლის ჰიპერსეკრეცია, ანუ ჭარბი მუშაობა. დიახ, და აი ეს ანდროგენი, ეს ჰორმონი ეგრეთ წოდებულ სიგნალს უშვებს ცხიმოვან ჯირკვლებამდე, ამ ცხიმოვან ჯირკვალს რეცეპტორიც კი აქვს, ანუ ანდროგენის რეცეპტორი აქვს, ეს სიგნალი უკავშირდება ამ რეცეპტორს და ცხიმოვანი ჯირკვალი მუშაობს. ნებისმიერი დისბალანსი, ოღონდ აქ ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, მხოლოდ ქალებშია საუბარი და არა კაცებში. ნებისმიერი დისბალანსი ამ ჰორმონებთან მიმართებაში, ანუ ანდროგენების სიჭარბემ შესაძლებელია განაპირობოს აკნეს პროვოცირება ან ზოგადად აკნე და თუ ჩვენ მაგალითად პაციენტი ჩვენთან მოვიდა,
რომელსაც აქვს აკნე და ასევე ამ პაციენტს აქვს ნიშნები გარკვეული ტიპის ჰიპერანდროგენემიის, ეს არის ჭარბთმიანობა, თმის ცვენა ანდროგენული ტიპის, უსიამოვნო ოფლისუნი, ჭარბი წონა, სიმსუქნე და ასე შემდეგ, ეს მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ შეიძლება ვივარაუდოთ ჰორმონების პრობლემები და ისევ მივდივარ საკვერცხებამდე, ანუ საკვერცხების დისფუნქცია და გარკვეული ტიპის ანალიზები მოვითხოვოთ. რაც შეეხება ამ მხარეობას, თქვენ რაც აღნიშნეთ, ეს რა თქმა უნდა მითებში გადის, ანუ მხარეების მიხედვით რომელი საკვერცხეა და რომელ მხარეს დაგვაყრის, ეს რა თქმა უნდა მითია. გასაგებია და აქვე ვიკითხავ, რადგან აი ამ ანდროგენებზე ჩამოვარდა ლაპარაკი და ზოგადად გინეკოლოგიაზე, აქვე ვიკითხავ, თქვა კურნალობის შემთხვევაში, აი ამ კომბინირებული კონტრაცეპტივების გამოყენება, ეს არის უშუალოდ თქვენს მიერ დასანიშნავი თქვათ მედიკამენტი, თუ ისევ და ისევ კვლევებიდან გამომდინარე, შემდეგ ამის სამართებთ, იმიტომ რომ მე ვიცნობ ბევრ პაციენტს, ვინც სწორედ კონტრაცეპტივებით, აი ექიმის მიერ დანიშნულით, რა თქმა უნდა, უმკურნალა აკნეს და ამაზე რას გვეტყვით? ზოგადად საზოგადოებაში ცნობილია მასე მაგალითად, რომ აი თქვენს მიერ დასახელებული კონტრაცეპტივები, ანუ ეგრეთ წოდებული ჩასახვის საწინააღმდეგო აბები, უნდა დანიშნოს მარტო გინეკოლოგმა. ხო, ანუ ეს რა თქმა უნდა მითია და არასწორი ინფორმაცია. კონტრაცეპტივები არის მედიკამენტები, რომელსაც იყენებენ დერმატოლოგებიც და იყენებენ ძალიან ეფექტურად და ადეკვატურად, მათ შორის ბევრი დაავადებების სამკურნალოდ, მათ შორის აკნეს სამკურნალოდ. ანუ აკნეს სამკურნალოდ რა თქმა უნდა გამოიყენება, ამას რა თქმა უნდა იყენებს დერმატოლოგი და ასევე არსებობს არასწორი მიდგომაც, რომ პირობითად პაციენტი, რომელსაც აწუხებს აკნე და სხვა არაფერი გარდა აკნესი, იწყებს მკურნალობას გინეკოლოგთან, ანუ აკნეს მკურნალობას იწყებს გინეკოლოგთან, ხო, ესეც არასწორია ერთმანეთის ასე ვთქვათ პროფილში, რა თქმა უნდა, ექიმები არ უნდა ჩაერიოს არც ერთი ექიმი. შესაძლებელია პაციენტს დერმატოლოგთან ერთად, აი მაგალითად ჩემს პაციენტს დასჭირდეს გინეკოლოგის კონსულტაციაც გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით, მაგრამ ის მიდგომა, რომ აკნეს, როდესაც მხოლოდ აკნეა გამოხატული, უმკურნალოს გინეკოლოგმა, ეს რა თქმა უნდა არასწორი არ შეიძლება. გასაგებია, ჩვენს მსმენელს შევახსენებ, რომ თქვენ უსმენთ ჯანმრთელობის საათს, ვსაუბრობთ აკნეზე, ჩვენი სტუმარია ზაზა თელია, დერმატოვენეროლოგი. ვისაუბრეთ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე, მათ შორის იყო მითებიც და ალბათ ძალიან ბევრი პაციენტი ყავთ, რომელიც თქვენამდე მოვიდა ყველაფერ გამოვლილი 1000-ნაირ, ასე ვთქვათ, მეთოდნაცადი და მათ შორის ალბათ იყვნენ ჩემნაირებიც, როცა წლების წინ ვთქვათ, ერთ-ერთმა კოსმეტოლოგმა მითხრა, რომ აუცილებელია, რომ გაკეთდეს სახიდან ეგრეთ წოდებული ნაცხის ანალიზი და ჩვენ ვიკვლიოთ თუ რა წარმომავლობის არის ეს გამონაყარი. მინდა გითხოთ და ასე ვთქვათ, ამ ფაქტსაც შევეხოთ, რამდენად აქვს აკნეს რაიმე ტიპის ასეთი კვლევა, რომ მართლაც დადგინდეს მიზეზი და შემდეგ თუ აქვს ამ კვლევას რაიმე გავლენა მკურნალობაზე. მოდით ამ მითებზეც ვისაუბროთ. ჩვენ ვიცით, რომ აკნესთან მიმართებაში სამწუხაროდ ბევრი მითები არსებობს. შეიძლება ვიფიქროთ და დავალაგოთ ხარისხობრივად ეს მითები და აი მე პირველ ადგილას აუცილებლად დავაყენებდი ზუსტად აი ამას, როდესაც მე პირდაპირ არ მოვერიდები და ამას შეცდომას დავარქმევ. ეს არის ეგრეთ წოდებული ჩვენ ამას malpractice ვეძახით მედიცინაში, malpractice ეს არის ჩვენასაც უთხრათ, რას ნიშნავს? არაკომპეტენტურობას ნიშნავს ეს, არაკომპეტენტურობა, როდესაც კონკრეტული ადამიანი ვერ ერკვევა კონკრეტულ საკითხში. და ეს არის ნათელი მაგალითი ამისა, იმიტომ რომ აკნეს შემთხვევაში ნაცხის ანალიზი არ ხდება, არ კეთდება. როგორც წესი, სტანდარტულად ეს ფაქტი ასეა, ჩემთანაც რა თქმა უნდა უამრავი პაციენტი მოსულა მსგავსი, რომ პირდაპირ შეკითხვაზე პირდაპირ პასუხი თუ რა გაწუხებს, ეს არის მაწუხებს სტაფილოკოკი. ანუ გავიკეთე სახიდან ანაფხეკი და ამოვიდა სტაფილოკოკი, ხო? ან პირდაპირ, აი პირველი საკონსულტაციო ოთახში
პაციენტთან შეხვედრის შემდგომ პირველ შეკითხვაზე თუ გამარჯობათ, როგორ ბრძანდებით, რა გაწუხებთ, პირველი პასუხი პაციენტს არის მაწუხებს სტაფილოკოკი. რეალურად შეხედავ და ათვალიერებ კანის მდგომარეობას და ეს არის ჩვეულებრივი აკნე. მაგრამ პაციენტი ყვება სტაფილოკოკს, იმიტომ რომ ეს მისი ბრალი არ არის. ეს არის იმის ბრალი, რომ ვიღაცამ ურჩია ნაცხის აღება კანიდან, კანის ნაცხიდან ამოვიდა სტაფილოკოკი, პოზიტიური, პაციენტმა წაიკითხა, რომ პოზიტიურია სტაფილოკოკი და ამას აბრალებს ყველაფერს. აკნეს გამოწვევის მიზეზი სტაფილოკოკი არ არის, სტაფილოკოკი შეიძლება კანის ნორმალურ ფლორაზე შეხვდეს, ანუ შესაძლებელი ადამიანს არანაირი პრობლემა კანზე არ ჰქონდეს, ნაცხი გაიკეთოს და სტაფილოკოკი ამოვიდეს. და ეს არ იყოს პრობლემა მისი ჯანმრთელობისთვის, ხო? არ იყოს ეს პრობლემა მისი ჯანმრთელობისთვის. შესაბამისად, ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა, რაც შეიძლება განვიხილოთ და დავასახელოთ, ეს არის აი მსგავსი ტიპის გამონაყრის დროს კანიდან ნაცხის აღება. და ნუ დახარჯავთ ამაში ენერგიას, დროს, ფულს პირველ რიგში. მოდით ძალიან მინდა ვისაუბროთ კვებაზე, იმიტომ რომ ირგვლივაც მყავს ადამიანები, ვინც ესეთი პრაქტიკა დაცადა, რომ მაგალითად ამოიღო ხმარებიდან რძის პროდუქტები, სიტყვაზე ვამბობ, და ამით რაღაცნაირად მიაღწია რემისიულ მდგომარეობას თავისი სახის გამონაყრის შემთხვევაში. ან ზოგადად, ჩვენ ვიცით, რომ გარკვეული საკვები იწვევს გამონაყარ სახეზე, მაგრამ ეს არის თუ არა აკნე? დღეის მონაცემებით, მაღალი ხარისხის მტკიცებულებები, კვლევები ჩატარებული, რომელიც მიუთითებს, რომ აკნე გარკვეულ ტიპის კავშირშია კვებასთან ან გარკვეული ტიპის საკვებ პროდუქტებთან, ესეთი მტკიცებულება დღეის მონაცემებით არ არსებობს. კონკრეტული პაციენტები, რა თქმა უნდა, ბევრია, რომელიც აფიქსირებს და ცალსახად აფიქსირებს, რომ აკნე მაგალითად უმწვავდება გარკვეული ტიპის საკვების მიღებაზე და მათ შორის ყველაზე ხშირად მოიხსენიებენ ხოლმე ნახშირწყლებს და რძეს, მაგრამ ეს არის ამ პაციენტების პირადი სუბიექტური შეხედულება. და ეს არის ცალსახად სუბიექტური, იმიტომ რომ აკნე არის მორეციდივე დაავადება. აკნე შესაძლებელია, როგორც აღვნიშნეთ ჩვენ ვისაუბრეთ თვალსა ეთერამდე, რომ აკნე შეიძლება ერთი კვირა ჩამშვიდებული ტიპის კანი ჰქონდეს ადამიანს, ანუ ნაკლებად იყოს გამონაყარი, მეორე კვირას აფეთქდეს, ასე ვთქვათ. მესამე კვირას ისევ ჩამშ, ანუ მორეციდივე ხასიათი საზიზღარი დაავადება. ძალიან შემაწუხებელია და თქვენ ზუსტად აღნიშნეთ დასაწყისში საუბრის, რომ იმდენად დეპრესიულ ფონს ქმნის ეს ადამიანისთვის, რომ სუიციდის მცდელობებიც კი არის, თვითმკვლელობის მცდელობები აქვს პაციენტებს, განსაკუთრებით თინეიჯერებში. ამიტომ პაციენტს, როდესაც თვეების და წლების განმავლობაში ეს პრობლემა აწუხებს, ყველაფერზე ჩასაფრებულია. ანუ ყველაფერს უკავშირებს პაციენტი, მაინც ირწმუნება, რომ კვებას უკავშირებს, ანუ კვებამი კი ჰქონდა გარკვეული ტიპის რემისია, ანუ გარკვეულ ფაქტორთან ცხოვრების დაძლია აკნე, მაგრამ მერე ისევ დაეწყო და ეს იმდენად შემაწუხებელი იყო მისთვის ფსიქოლოგიურადაც, რომ ეს პაციენტი ამბობს, რომ მაგალითად გარკვეული ტიპის საკვებ პროდუქტებთან არის მისი აკნე. რაღაცის ბრალი გინდა რომ იყოს, აი ის მდგომარეობა, რაც გჭირს. აი მართლა გინდა რომ აი რაღაცის ბრალი იყოს, იმიტომ რომ შენ ეს არ დაგიმსახურები. აი მართლა ესეთი შეგრძნებაა, რომ აი რატომ, უბრალოდ რატომ შეიძლება მე მინახავს პაციენტები უმძიმესი გამოხატულებით აკნესი და ეს არის მართლა რაღაცა ცხოვრებისეული ტრავმა, რომელიდან ძალიან ხშირად მე ვერ გამოდიან. კიდევ ბევრი საკითხები, მათ შორის მითები და რაც მთავარია, მკურნალობის მეთოდოლოგია დაგვრჩა განსახილველი, შეგახსენებთ თქვენ უსმენთ ქალების რადიოს. მე გვანცად არასელია ვარ და ეს არის გადაცემა ჯანმრთელობის საათი. ჩვენ ვსტუმრობს ზაზა თელია. ძალიან მოკლე პაუზაზე უნდა გავიდეთ ახლა და ტრადიცია გვაქვს ასეთი, რომ ჩვენს მსმენელს ამ პაუზაზე ვუტოვებთ ხოლმე ჩვენი სტუმრის საყვარელ კომპოზიციას და გითხარით რა შეიძლება ეგ იყოს თქვენს პაციენტებს მიუძღვნით. ჩემი საყვარელი მომღერალი არის როდ სტიუარტი, შესაბამისად როდ სტიუარტს
როდ სტიუარტის ნებისმიერი შეგვიძლია? ან რომელი? Wonderful World იყოს. კი ბატონო. შესაძლებელი. კი ბატონო, ძალიან მოკლეს არეკლამები და შემდეგ მუსიკალური პაუზის შემდეგ დავბრუნდებით. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, თუ ახლა გვისმენთ და დაგრჩათ კითხვები ჩვენ სტუმართან, შეგიძლიათ მოგზავნოთ სოციალურ ქსელში, Instagram-ი და Facebook-ი, ქალების რადიო და მოგწეროთ კითხვები დროებით. საღამო მშვიდობისა, კიდევ ერთხელ მოგესალმებით ქალების რადიოს პირდაპირ ეთერში. მე გვანცად არასელია ვარ და როგორც ყოველ სამშაბათს ვუძღვები გადაცემას ჯანმრთელობის საათი, თქვენი ჯანმრთელობისთვის და იმისთვის, რომ ბევრად უკეთ იგრძნოთ თავი. გოგოებო განსაკუთრებით თქვენ, ბიჭები ნუ მიწყენთ, იმიტომ რომ დღეს ვლაპარაკობთ აკნეზე, რომელიც ასე ვთქვათ, ქალბატონებისთვის ბევრად უფრო დამაზიანებელია, ასე ვთქვათ, ფსიქოლოგიურად, თუ ფიზიკურად და ცხოვრების ხარისხის გამო და გათვალისწინებით. სტუმრობს დერმატოვენეროლოგი ზაზა თელია. ვისაუბრეთ ბევრი, ასე ვთქვათ, გამომწვევ მიზეზებზე, იმ მითებზე, რომელიც შესაძლებელია ხელს გუშლის სწორი დიაგნოზის მიღებაში ზოგადად და ასევე იმაში, რომ სწორად წარმართოთ ჩვენი მკურნალობა. და კიდევ ერთი ასეთი საკითხი, მოდი ვილაპარაკოთ აი ამაზე, ჰიგიენის მნიშვნელობაზე ზოგადად და დღემდე მგონია, რომ აი რაღაცნაირად საღამოს კარგად თუ არ ვიზამ აი ამ ჰიგიენას, თუ არ დავიბან კარგად სახეს, მეორე დილით შეიძლება რაღაცა გამონაყარი მქონდეს. კი ბატონო, ნუ პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ აკნე გადამდები არ არის. ანუ პირობითად ერთ ადამიანს აკნე აწუხებს და გამოიყენა მისი ფუნჯი ან გაზიარდა ერთმანეთში, აკნე ვერ გადაედება, ეს გამორიცხული ესეთი რამე ვერ მოხდება, მაგრამ რა თქმა უნდა, ჰიგიენის წესების დაცვას მნიშვნელობა აკნეს შემთხვევაში აქვს, იმიტომ რომ ჩვენ ვამბობთ, რომ აკნეს დროს გვაქვს როგორი ტიპის კანი, ეს არის ცხიმიანი კანი. ანუ ცხიმიანი კანი, იმიტომ გვაქვს, რომ აკნეს შემთხვევაში ჩვენ ვთქვით, რომ ხდება ცხიმოვანი ჯირკვლების ჰიპერსეკრეცია, ანუ ჭარბად გამოიმუშავენ ცხიმს. ეს ცხიმი რისთვის არის? ეს ცხიმი იმისთვის არის, რომ ამ ცხიმოვანი ჯირკვლის სადინრებიდან მან გამოაღწიოს კანის ზედაპირზე. და ეს ცხიმოვანი ჯირკვლის სადინრები ზუსტად უკავშირდება თმის ბოლქს, ანუ თმის ფოლიკულს და იქიდან ამოდის ეს ცხიმი, რომ კანი დატენიანდეს. ეს ზოგადი ფიზიოლოგია მოვყევი. ახლა რატომ არის ცხიმოვანი ჯირკვლები რისთვის არის? აკნეს შემთხვევაში ეს ჭარბი ცხიმი ვერ ასწრებს გარეთ გამოსვლას ამ სადინრებიდან, ეს სადინარი შეიძლება დაიხშოს და შიგნით განვითარდეს ანთებითი პროცესი. ამიტომ ახლა რისი თქმა მინდა? მე იმის თქმა მინდა, რომ რაც არ უნდა მაღალი ხარისხის პროდუქცია გამოვიყენოთ, რაც არ უნდა არაკომედოგენური ეგრეთ წოდებული, ანუ ნივთიერებები გამოვიყენოთ, რომელიც არ ახშობს ფორებს, თუ ჩვენ სწორად არ მოუვარეთ კანს და ანუ დავიძინეთ მეიქაპით, მაკიაჟით, დიდხანს გავიჩერეთ მაკიაჟი. ეს კიდე მექანიკურად ახშობს ისედაც დახშულ ფორებს და ამან შეიძლება პროვოცირება ნამდვილად განაპირობოს. ესე ვერ დაგემართება აკნე, ვერ დაგემართება შენ თუ პირობითად. მაგრამ ხელს შეუწყობს, რა თქმა უნდა, თუ პრობლემური კანი გაქვს და ცხიმიანი კანი გაქვს, ყურადღება უნდა მიაქციო იმას, რომ არ დაიძინო მაკიაჟით, გამოიყენო არაკომედოგენური მოვლის საშუალებები და ზოგადად აი მე ხშირად ვიმეორებ ხოლმე და ესე ვიტყვი. აი ამ შემთხვევაში განსაკუთრებით რაციონალური უნდა იყო. რაციონალური ყოფნა იმას გულისხმობ, რომ რაციონალურად უნდა გამოიყენო პროდუქტები. ბევრი პროდუქტი არ უნდა გამოიყენო. რუტინა არ უნდა იყოს გრძელ შვიდკომპონენტიანი და ასე შემდეგ. ფუნჯების ჰიგიენაც უნდა დაიცვა, ანუ ფუნჯის გარკვეულ საფეხურზე მისი გარეცხვა საჭირო. მეიქაპი, ანუ მაკიაჟის საშუალებები უნდა იყოს ზეთის გარეშე, ეგრეთ წოდებული oil free კი. უპირატესად ჯობია იყოს ეგრეთ წოდებული მატე ფორმულირების, ანუ აი ესეთი მბზინა რომელიც არ პრიალებს კი. იყოს ეწეროს რო არის ნანკომედოგენი, არაკომედოგენური, დავაკვირდეთ ინგრედიენტებს რა შედის. თუმცა რაც არ უნდა, კიდევ ერთხელ გავუმე, რაც არ უნდა არაკომედოგენური ნივთიერებების შემცველი პროდუქტები უნდა გამოვიყენოთ, რაც არ უნდა გამოვიყენოთ. თუ ბევრ საფეხურიანი რუტინა გვაქვს, მაინც პრობლემები შეიძლება შექმნას ამან. ამიტომ რეკომენდაცია არის ის, რომ ვიყოთ რაციონალურები, ანუ გამოვიყენოთ ძალიან მარტივი, ეს არის დასაბანი კლინსერი, დასაბანი საშუალება, დამატენიანებელი საშუალება, ზისდამცავი აუცილებლად და ნუ დამატებით. ეს სამი არის მინიმუმი, ხო? ეს ხო, და დამატებით შეიძლება
თუ დასაბანი საშუალება ვერ აღვიქვავთ, რომ მაკიაჟს კარგად გვაშორებს, ამ შემთხვევაში შეიძლება ჩავერთოთ მიცერალური წყალიც მაკიაჟის მოსაშორებლად. კარგი ხარისხის, ხო, ხო, ალბათ რა თქმა ამაზე უნდა. დაზოგვა არის, თუ ყველანაირი შეიძლება ზოგადად ჩვენ ვამბობთ ხოლმე, რომ უფრო ძვირი უკეთეს არ ნიშნავს, შეიძლება ძალიან ბიუჯეტური საშუალება ავარჩიოთ, ანუ უფრო იაფასიანი და აი ძალიან კარგი შემადგენლობის იყოს და ამის საპირწონედ შეიძლება ვიხდიდეთ რაღაცა კოლოსალურ თანხას ძალიან ძვირს მოვლის საშუალებაში და შემადგენლობა მინახავს ესეთი საშუალებების, რომ აი მართლა კატასტროფაა, იმდენი კომედოგენური ინგრედიენტი შედის, რომ იმის წასმა მართლა აკნეს დაგმართებს. ანუ ამიტომ აი ძალიან ისეთი თემა არის ამ საკითხში, უნდა ვიყოთ რაციონალური. კი და პირველ რიგში კიდევ რაც მნიშვნელოვანია, ეს არის ძალიან ინდივიდუალური, იმიტომ რომ მოვლის საშუალებები მათ შორის ორ პაციენტ შორის, ვისაც ორივე საკნე აქვს, შეიძლება ერთ სხვა რამე მოუხდეს და მეორე სხვა, თუ მაინც აი უნივერსალური რაღაცა მიდგომა არსებობს, რომ მაინც და მაინც აი აკნეს მქონე პაციენტმა უნდა უფრო აი რაღაცა ქაფის სტრუქტურის დასაბანი გამოიყენოს, ან რაიმე ისეთი უნივერსალური მიდგომა არსებობს მოვლაში? მოვლაში, რა თქმა უნდა, უპირატესად ჩვენ ვსაუბრობთ თუ პაციენტებს, ანუ ადამიანს აწუხებს აკნე, დაახლოებით იდენტური ტიპის მოვლის საშუალებების გამოყენებას ურჩევთ, მაგრამ აქ უნდა გათვალისწინებული იქნას ის ფაქტი, რომ შეიძლება ერთ ადამიანს ეს მოუხდეს, მაგრამ მეორეს არ. აი ასე მაგალითად რას გულისხმობ? ჩვენ ურჩევთ ხოლმე მოვლის საშუალებებს თუ გადავხედავთ აკნეს შემთხვევაში და ცხიმიანი კანის შემთხვევაში გამოიყენოს ადამიანმა ალფა ან ბეტა ჰიდროქსი მჟავები. ეს არის მაგალითად სალიცილი მჟავა. სალიცილის მჟავის შემცველი დასაბანი. შეიძლება აი მაგალითად გვანცა თქვენ გაქვთ აკნე და მეც მაქვს აკნე და ორივემ დავიწყეთ სალიცილი მჟავას გამოყენება. შენ შემთხვევაში კარგად აღიქვა თქვენმა კანმა და მოგეწონა და კარგად ვიყენებ, მე ჩემ შემთხვევაში ვერა და გარკვეული ტიპის პრობლემები შემიქნა ან რეაქცია მოხდა. ამ შემთხვევაში უნდა შეიცვალოს ეს და შეიძლება დაინიშნოს უბრალოდ ურჩიოთ სხვა ტიპის საშუალებების გამოყენება. არ შემიძლია რომ არ ვიკითხო ლაზერზე, იმიტომ რომ ასეთი ტიპის გამოცდილებებიც მსმენია ქალბატონებისგან, რომ სახეზე ლაზეროთერაპიის შემდეგ მოხდა გარკვეული ცვლილებები აკნესთან მიმართებაში. რამდენად შეიძლება რომ ლაზერულმა თერაპიამ სხვა ტიპის აპარატურულმა ჩარევამ, მოკლედ კი ვახსენეთ, მაგრამ მაინც გავმეორდები, მოახდინოს პროვოცირება აკნესი. კი ბატონო, ძალიან კარგი შეკითხვა. აი ჩვენ დაუბრუნდები ისევ წინარე შეკითხვას, როდესაც ჩვენ ვთქვით, რომ პუბერტული ასაკის შემდგომ ქალებში რატო ჭარბობს აკნე და გარკვეული საკითხები ჩამოვთვალეთ. ეს არის ესე იგი მოვლის საშუალებების ხშირი გამოყენება, კოსმეტოლოგთან სტუმრობა ხშირი, ჰორმონები ვთქვით და აი არ შეიძლება არ აღვნიშნოთ ასევე ლაზერული ეპილაცია, მაგალითად განსაკუთრებით სახეზე თმის მოშორება ლაზერით, ну აქ როგორც წესი იგულისხმება ჩვენთან ალექსანდრიტი, დიოდი, სამსხივიანი ეგრეთ წოდებული ლაზერები, რომელიც რა თქმა უნდა გიდასტურებთ, რომ მაპროვოცირებელი ფაქტორია აკნესი, ცალსახად აპროვოცირებს, შეიძლება ადამიანს არ ჰქონდეს პრობლემები და დაეწყოს კიდეც და აი აქვე აუცილებლად ხაზგასმით უნდა აღინიშნოს ასევე ქალებში ხშირად ეგრეთ წოდებული ვიტამინები, რომელიც ძალიან პოპულარულია ბოლო პერიოდია, არა მარტო საქართველოში, არამედ უცხოეთში. არა და სილამაზის ტაბლეტებს ეძახიან ხშირად და პირიქით რაღაც იმისთვის ვამენ ხოლმე. თუ ზოგადად სხვა ტიპის ვიტამინებზე საუბრობთ. ზოგადად ვიტამინებზეა საუბარი და აი ისეთი ტიპის საკვებ დანამატებზე, რომლებსაც იღებენ ხოლმე ვარჯიშის დროს, მაგრამ მათ შორის ყველაზე მეტად აღსანიშნავია, აი განსაკუთრებით ხაზგასმით უნდა აღინიშნოს ქალებში ბეჯგუფის ვიტამინები, მათ შორის განსაკუთრებული აქცენტი უნდა გაკეთდეს B12-ზე, რომელიც აი ძალზედ პოპულარულია და ბოლო პერიოდია სტატისტიკას თუ გადავხედავთ, მე ხშირად შემიდარებია ჩემს აი როდესაც საუბარი გვაქვს რეზიდენტებთან, რეზიდენტები ყავს და განვიხილავთ ხოლმე გარკვეულ საკითხებს, როდესაც ჩემთან პაციენტი მოდის და ანამნეზს, როდესაც ვეკითხებით, რას იღებდით, რას იღებთ ახლა და ასე შემდეგ. ბოლო პერიოდია შემიძლია თამამად თქვა, რომ
აი იმდენად პოპულარული გახდა ეს B12, რომ აი D ვიტამინსაც კი გაუსწროთ რისთვის ვამენ მეც აი B12 როგორც წესი იღებენ ხოლმე აი ჰემოგლობინის ნაკლებობის გამო, სისუსტის გამო, თაბრუხვევის გამო, აი იღებენ თუ ნიშნავს ამას ექიმებიც ნიშნავენ, მაგრამ თვითნებურათაც იღებენ, აი მათ შორის ეგრეთ წოდებულ მულტივიტამინებს, ანუ მულტივიტამინებს, რომელთა შემადგენლობაში ძალიან ხშირად გვხვდება B ჯგუფის ვიტამინები. და ეს არის ცალსახა მაპროვოცირებელი აკნესი. იმდენად მაპროვოცირებელია, რომ განკურნებული პაციენტიც კი შეიძლება თავიდან რეციდივი დაეწყოს, ანუ თავიდან განუვითარდეს აკნე და აი ყველაზე ხშირად იყენებენ ხოლმე, რა თქმა უნდა, დანიშნულებით სამწუხაროდ, მაგრამ იყენებენ აი მაგალითად ქალებში მოგეხსენებათ ხშირია ანემიები, ანუ აი სისხლის კარგვის გამაცხადება, ციკლის პერიოდში, მენსტრუაციის პერიოდში, როდესაც ქალები ხშირად ჭარბად კარგავენ სისხლს, ამ შემთხვევაში ქალებში ხშირია ანემია, ანუ ჰემოგლობინის ეცემა და ამ შემთხვევაში ხშირად ურჩევენ ხოლმე ქალებს B ჯგუფის და მათ შორის ყველაზე მეტად B12-ის მიღებას და აი ეს არის ასოცირებული პირდაპირ კავშირშია აკნეს დაწყებასთან. პირველად მესმის ამ წუთას ეს და ჩვენს ჩვენელსაც თუ ეცნო ეს მედიკამენტი და სიმპტომატიკა დაუკავშირა, რაღაცნაირად მაინც ალბათ ჯობია ექიმთან კონსულტაციის გავლა, როგორ შეიძლება ისე მოხდეს, რომ ერთი რამის შველით მეორე არ დაზიანდეს. და აი აქვე უნდა აღინიშნოს აუცილებლად ესეც მსმენელისთვის ძალიან საინტერესო იქნება, ეგრეთ წოდებული ტკივილგამაყუჩებელი ნემსები. მე რა თქმა უნდა არ დავასახელებ კომერციულ სახელწოდებას ახლა ეთერში, მაგრამ არის მედიკამენტები ნემსების სახით ტკივილგამაყუჩებელი, რომელსაც ძალიან ხშირად იყენებენ მაგალითად წელის ტკივილის გამო. და ამ ნემსებში შემადგენლობაში შედის როგორც B12, ასევე შედის ბეტა-მეტაზონი, ანუ ჰორმონი. და ეს ორივე ბეტა-მეტაზონის და B12-იც არის ასოცირებული აკნეს დაწყებასთან. ანუ გადავიდეთ მკურნალობაზე, რადგან უკვე საერთოდ ნელ-ნელა გვეწურება. არაერთხელ ვახსენეთ და თქვენ ახსენეთ ეს სამკურნალწამლო საშუალებები, ანუ ერთი არის თქვა გარეგანი გამოყენების მალამოები და კრემები, რომელსაც ნიშნავთ და მეორე ეს ძალიან ცნობილი კურსი დიდი, რომელსაც ტაბლეტების სახით იღებს ადამიანი. არ ვიცი საერთაშორისო დასახელებაც თქვენ გითხარით, რაც რეალურად იზოტრეტინოინზე გაქვთ სავარაუდოდ საუბარი. ხო, ანუ აი ეს წამალი, რაც აი ცხიმოვან თვითონ აი ამ ცხიმის მოკლედ მარეგულირებელი არის და მოკლედ განკურნებას რა იწვევს აკნეს შემთხვევაში, ანუ ვითი კურნავთ ერთხელ და სამუდამოდ. ჩვენ ყოველთვის საუბრობთ, რომ ზოგადად აკნეს აქვს მორეციდივე ხასიათი, ქრონიკული დაავადება, მაგრამ რა თქმა უნდა შესაძლებელია ხანგრძლივი რემისიის მიღწევა. ეს რემისია შეიძლება იყოს ცხოვრების ბოლომდეც კი. ანუ თუ პაციენტმა სწორი მკურნალობა ჩაიტარა, შემდგომ იცავს რეკომენდაციებს და ამ რეკომენდაციებში განიხილება ის ფაქტორები, რაც აკნეს აპროვოცირებს, აი ამ ფაქტორებისგან შორს არის პაციენტი. ამ შემთხვევაში შეიძლება მან საერთოდ დაივიწყოს აკნე და სრულად ჩავთვალოთ, რომ განკურნებულია, ანუ მიიღოს მთელი ცხოვრების რემისია. ამას მნიშვნელობა აქვს სწორი მკურნალობით და სწორი, ასე ვთქვათ, აქცენტების გაკეთებით, ანუ რაც მე 2 წუთის წინ ვისაუბრე. რაც შეეხება მკურნალობას, თვითონ ჩვენ ვამბობთ, რომ აკნე სტადიებად იყოფა, არსებობს სუბუქი ფორმის აკნე, საშუალო ფორმის აკნე, რთული ფორმის აკნე. არის კიდევ ამ სტადიებს შორის გარდამავალი მდგომარეობა, სუბუქიდან საშუალოში გარდამავალი, საშუალოდან რთულში. მკურნალობა ინიშნება იმის მიხედვით, თუ რომელი სტადია აქვს პაციენტს და რა მკურნალობა გამოუვლია, ანუ წარსულში რა მკურნალობას იტარებდა, ამის მიხედვით უნდა დაინიშნოს მკურნალობა. როგორც აღნიშნეთ, არსებობს გარეგანი გამოყენების პრეპარატები, რომლებიც უფრო უპირატესად ინიშნება ხოლმე პირველ საფეხურზე, თუ პირობითად მკურნალობა არ აქვს ჩატარებული არასდროს პაციენტს. ან არსებობს სისტემური პრეპარატები, რომლებიც შეიძლება დაინიშნოს პირდაპირ. ანუ არ დაინიშნოს ჯერ გარეგანი გამოყენების პრეპარატებით მერე დასალევი, არამედ პირდაპირ დასალევი პრეპარატი დაინიშნოს იმის მიხედვით, თუ რა სტადიის აკნე აქვს პაციენტს და რა მოლოდინები აქვს. მკურნალობა ხანგრძლივი აკნესი, ამას პაციენტი უნდა შეეგუოს არა თუ 6 თვე, არამედ მინიმუმ 1 წელი მაინც უნდა იქნას დანიშნული, შემდგომ შეიძლება უკვე პაციენტი შემანარჩუნებელ მკურნალობაზე გადავიდეს გარკვეული შედეგის მიღების შემდგომ.
ფაქტორი პირველ რიგში რაც უნდა აღინიშნოს, ცოტა სხვა კუთხით წავიყვან საუბარს, იმიტომ რომ საინტერესოა ეს ფაქტორიც და ერთგვარად საგანგაშოც არის და ამ ფაქტორით ზარალობს პაციენტი პირველ რიგში, მაგრამ ვერ ხვდება რომ ზარალობს. ამას ჩვენ ვეძახით ეგრეთ წოდებულ ნოცებო ეფექტს. აი ჩვენ აღვნიშნეთ პლაცებო ვიცით, ნოცებო რა არის, არ ვიცი. ნოცებოს აგიხსნით ახლა რას ნიშნავს. ნოცებო ეფექტი არის ფსიქოლოგიური ეფექტი. ასე მაგალითად შემიძლია დავასახელო ერთ-ერთი მაგალითიც, მაგალითად აკნეს სამკურნალოდ ქალებში გამოიყენება პრეპარატი ეგრეთ წოდებული სპირონოლაქტონი, ეს არის ანტიანდროგენული წამალი, რომელიც წლებია გამოიყენება ქალებში, არა მარტო აკნეს სამკურნალოდ, არამედ სხვა პრობლემების სამკურნალოდ, თუმცა ეს პრეპარატი საქართველოში ცნობილია როგორც ეგრეთ წოდებული შარდმდენი პრეპარატი, ანუ შარდვის გამახშირებელი პრეპარატი. პაციენტი შევიდა ფთიაქში წამლის აყიდლად, ფარმაცევტმა გადახედა მის დანიშნულებას და დაინახა, რომ დიაგნოზი არის აკნე, დანიშნული აქვს სპირონოლაქტონი, ვერ მიხვდა, იმიტომ რომ არაკომპეტენტური იყო, ანუ არ ესმოდა საკითხი და წამალი მოიხსენია როგორც შარდმდენი წამალი, პაციენტს შეეშინდა და პაციენტმა დამირეკა და მეუბნება, რომ წამლის მიღება დაიწყო და გაუხშირდა შარდვა. მე დაახლოებით დამჭირდა 9 საათი იმისათვის, რომ პაციენტს 9 საათში ეღიარებინა, რომ მას შარდვა არ გახშირებია, უბრალოდ შეაშინეს და ეს იყო ნოცებო ეფექტი. ეს არის კლასიკური ნოცებო ეფექტი, ანუ მას ეს სიმპტომი არ ქონია, უბრალოდ არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს და შეეშინდა. ჩვენ არაერთხელ ვახსენეთ სოცმედია და თქვათ ის უარყოფითი ეფექტები, რაც შეიძლება განსაკუთრებით თინეიჯერებისთვის მოდიოდეს სოცმედიიდან, მაგრამ მე ამ ბოლო დროს ასევე ხშირად ვხვდება პირიქით რაღაცა ისეთი კონტენტი სოცმედიაში, როდესაც პაციენტები უცხოეთიდან თუ საქართველოდან, ასე ვთქვათ, გვიზიარებენ საკუთარ გამოცდილებას, არ მალავენ თავის გამონაყარს და აქ მინდა რაღაცა ისეთი სოციალურ მომენტს გავუსვა ხაზი, იმიტომ რომ თქვენთან ალბათ მოდიან პაციენტები და თქვენ უკვე გამოცდილებით ძალიან კარგად ხვდებით თუ როგორ რეაგირებს სოციუმი მათზე ზოგადად და რამხელა გავლენა აქვს ახლობლების, მეგობრების დამოკიდებულებას ზოგადად ასეთი პაციენტების მიმართ. მე მინახავს და ვიცი პაციენტები, რომლებიც შეიძლება სახელიდან არ გავიდნენ 1 კვირის, 2 კვირის განმავლობაში და მართლა რაღაცა საოცრებები ჩაიდინონ თავის სახეზე იმისთვის, რომ თქვათ რაღაცა ტიპის ვიზუალს მიაღწიონ და სარკეში ჩახედვა შეძლონ. აი რას ეტყვით, ასე ვთქვათ, პაციენტებს, როგორც ექიმი და როგორც უკვე ალბათ რაღაცა მათი ერთგვარი ფსიქოლოგიც ხო, რომლის ნათქვამით ძალიან ბევრს ნიშნავს ალბათ ამ პაციენტებისთვის. როგორი უნდა იყოს დამოკიდებულება, როგორი უნდა იყოს მზაობა, როცა გაქვს ეს პრობლემა? კი ბატონო. პირველ რიგში ვიტყვი თუ რა არ უნდა გავაკეთოთ და რა არ უნდა გავაკეთოთ, ეს არის არ უნდა ჩავიტაროთ თვითმკურნალობა და არ უნდა მივმართოთ სოციალურ ქსელში გავრცელებულ სხვადასხვა ტიპის რეკომენდაციებს, რომელი რეკომენდაციების გამცემი ადამიანებიც არაკომპეტენტურები არიან საკითხში, ანუ არ არიან ისინი რეალურად დერმატოლოგები. მეცაც გეტყვით, ეს პრობლემა არ დგას საქართველოში. ეს პრობლემა მომდინარეობს ამერიკის შეერთებული შტატებიდან, უზარმაზარი ქვეყნის უზარმაზარი მოსახლეობის პრობლემაც არის და მონაცემსაც გეტყვით, მაგალითად დღეისათვის მიმდინარეობს საუბარი მაგალითად Facebook-თან, Instagram-თან, მაგალითად ამერიკის შეერთებული შტატების დერმატოლოგთა ასოციაციის მიერ, ეს არის American Academy of Dermatology, რომელიც გასცემს რეკომენდაციებს, მათ მიმართეს, უпростоრად მიმართეს სოციალურ ქსელებს, სხვადასხვა სოციალურ პლატფორმებს, იმისათვის, რომ აკრძალონ არაკომპეტენტური ადამიანების მიერ გაშვებული ვიდეოების დადება სოციალურ ქსელებში. ანუ თუ ადამიანი არ არის დერმატოლოგი, სპეციალისტი დერმატოლოგი, მას არ ქონდეს უფლება, რომ სოციალურ ქსელში დადოს ვიდეო სხვადასხვა რეკომენდაციებისა
მაგალითად კანის მოვლასთან მიმართებაში ან გარკვეული დაავადების მკურნალობასთან მიმართებაში. აი წარმოვიდგინეთ, იმხელა პრობლემა დადგა იმხელა გავლენა აქვს, რომ აი ამერიკის შეერთებული შტატების დერმატოლოგთა ასოციაციამ განიზრახა, გადაწყვიტეს, რომ ეს მიეღოთ ეს გადაწყვეტილება. ანუ პირველი, რაც არ უნდა გავაკეთოთ, ეს არის არ ჩავიტაროთ თვითმკურნალობა და არ გამოვიყენოთ რეკომენდაციები, რომელ რეკომენდაციებსაც გასცემენ სოციალურ ქსელში არა დერმატოლოგები. ხელით წმენდა, ღრმა წმენდა სახის, რომელიც მე მაქვს გამოცდილი და ეს რა თქმა უნდა ეფექტს იძლევა, თუმცა ეს ეფექტი არის ძალიან დროებითი ხშირად და ისევ ბრუნდებოდა ხოლმე ყველა ჯერზე, მოკლედ რა. რას ფიქრობთ ამაზე? ზოგადად ჩემი კოლეგები, კოსმეტოლოგები, ეს არიან ადამიანები, რომლებიც აუცილებელია მედიცინისთვის და დერმატოლოგიისთვის მათ შორის და ძალიან გვეხმარებიან გარკვეული საკითხების გადაწყვეტაში, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველაფერს აქვს თავისი ადგილი და როდის უნდა მიმართოს ადამიანმა კოსმეტოლოგს, ესეც უნდა იყოს აბსოლუტურად სწორად გაწერილი. ანუ იმის თქმა მინდა, რომ პროცედურები შეიძლება აკნეს შემთხვევაში რეკომენდებული იქნას, როდესაც მაგალითად ჩვენ ვსაუბრობთ ეგრეთ წოდებულ პოსტ-აკნე დატოვებულ სხვადასხვა ელემენტებზე. ეს არის ლაქები, ეს არის ნაწიბურები, ეგრეთ წოდებული შრამები, რასაც ეძახიან, რაც შეეხება და ეგრეთ წოდებული აი კანის, ასე ვთქვათ, გამოხატული ან სიწითლე, ან პირიქით, ანუ გარკვეული ტიპის პრობლემები. რაც შეეხება ეგრეთ წოდებულ წმენდას, აკნეს შემთხვევაში ეგრეთ წოდებული წმენდა რეკომენდებული არ არის და ამითი შეიძლება სავალალო შედეგებიც კი მივიღოთ, რის თქმა მინდა, რომ თუ ჩვენ დავიწყეთ აქტიური კომედონების ამოღება მექანიკურად, კომედონებს ახასიათებს ჩალაგების, ანუ რევერსიული მოქმედება. ანუ ეს იმას ნიშნავს, 2 მივიღოთ? 5 თუ ამოვიღეთ, გაჩნდება 10 თუ ამოვიღეთ, 20 თუ ამოვიღეთ, 40 და ასე შემდეგ განუწყვეტლივ სანამ ბოლოს არ მივალთ უამრავ დახურულ თავიან კომედონთან და დახურული თავიანი კომედონების მკურნალობა მერე სისტემური, ანუ დასალევი პრეპარატითაც ზოგჯერ შეუძლებელი ხდება ხოლმე. ერთადერთი გამონაკლისი, როდესაც ეგრეთ წოდებული წმენდა, ანუ მექანიკურად დახურულ თავიანი კანქვეშა კომედონების ამოღება არის რეკომენდებული, ეს არის ის სიტუაცია, როდესაც პაციენტი მაგალითად იმყოფება მკურნალობაზე და მკურნალობით კანქვეშა კომედონები რაოდენობრივად არ მცირდება. აი მაგალითად პაციენტი იღებს პრეპარატს, გავიდა 3 თვე, 4 თვე, 5 თვე და კანქვეშა კომედონები ისევ მაინც იქ არის. აი ამ შემთხვევაში ჩვენ ვურჩევთ პაციენტს, რომ კი არ გაწყვიტოს მკურნალობა და მედიკამენტი, აუცილებლად უპირობოდ უნდა გააგრძელოს, თან მიმართოს კოსმეტოლოგს, მექანიკურად ამოაღებინოს კომედონები და პრეპარატის გაგრძელებით ახალი კომედონების გაჩენის პრევენცია მოხდება. კი ბატონო, კიდევ რამდენიმე საკითხი მინდა აუცილებლად რომ დავსვათ და ერთ-ერთი მათგანი აი თავში დამავიწყდა ქალებთან მიმართებაში. ესაც მითია თუ რეალობა, რომ თქვათ ეს გამონაყრის მონაცვლეობა წასვლა და მოსვლა, როდესაც თქვათ არა გვაქვს ლაპარაკი მაინც და მაინც მწვავე აკნაზე, დაკავშირებულია ციკლის გარკვეულ პერიოდთან, მაგალითად ციკლის მოსვლამდე პერიოდში და ამას თქვათ სხვა რაღაც ქვია თუ ესეც აკნეს ერთ-ერთი სახეობაა? ხო, პრემენსტრუაციულ პერიოდში, რა თქმა უნდა, აკნეც მწვავდება ხოლმე, ანუ ადამიანები, ვისაც აკნე აწუხებს, პრემენსტრუაციულ პერიოდში აფიქსირებენ, რომ მწვავდება, უფრო მეტი ელემენტები ამოდის, მაგრამ ზოგადად თუ ადამიანს ქალს აკნე არ აწუხებს, ქალებში შესაძლებელია ნორმად ჩავთვალოთ პრემენსტრუაციულ პერიოდში 3-4 ახალი ელემენტის ამოსვლა. ამას ვერ დავარქმევთ აკნეს, ანუ ეს შესაძლებელია ჩაითვალოს ნორმად.
გასაგებია, ასევე მინდა კითხოთ აუცილებლად ესეც ერთ-ერთი მითია თუ რეალობა, რომ მზის ზემოქმედების ქვეშ ლაგდება ეს გამონაყარი ძალიან ხშირად და ხანდახან ისე მიეფიცხებიან ხოლმე. ხო, ზოგადად გარუჯვა არ წარმოადგენს აკნეს მკურნალობის სტანდარტს. კი, რა თქმა უნდა, პაციენტები აფიქსირებენ რუჯის მიღებასთან მიმართებაში აქტიური მწვავე ელემენტების გაქრობას ან ასე ვთქვათ ალაგებას, მაგრამ ამას დამერწმუნდით აქვს დროებითი შედეგი, შენი ღვაწ არის ეს მხოლოდ? შეიძლება დავარქოთ შენი ღვაწ, მას აქვს მხოლოდ დროებითი შედეგი, რუჯის გადასვლასთან ერთად შესაძლებელია პირიქით უარესი მდგომარეობა მივიღოთ. რუჯის მიღებით რატო ხდება აკნეს, ასე ვთქვათ, შემცირება ელემენტების, იმიტომ რომ რუჯის მიღებით კანის ცხიმიანობა, ცხიმოვანი ჯიკვლის ფუნქციონირება ვაშრობთ კანს, იტბუნება, დიახ, და ამის გამო, მაგრამ ამას აქვს დროებითი ხასიათი. და ზღვის წყალი მომიხდა? ესე მითია, რა თქმა უნდა, ეს მითია. შესაბამისად, გარუჯვა არ წარმოადგენს, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, აკნეს მკურნალობის სტანდარტად, არ განიხილება ზოგადად ულტრაისფერი სხივები აკნეს სამკურნალო საშუალებად, ამიტომ პირიქით ჩვენ ურჩევთ ხოლმე პაციენტებს, ვისაც აკნე აწუხებთ, რომ თავი შეიკავონ რუჯის მიღების. ძალიან დიდი მადლობა. მე მქონდა შეგრძნება იმის, რომ ჩვენ იმაზე უფრო მეტხანს ვისაუბრებდით აკნეზე, ვიდრე დაგეგმილი გქონდა. დერმატოვენეროლოგი ზაზათელია სტუმრობდა ქალების რადიოს. ჩვენ ვისაუბრეთ მნიშვნელოვან საკითხებზე. დიდი მადლობა ყველა მსმენელს, ვინც მოგწერა შეკითხვები. იმედი მაქვს სასარგებლო იყო თქვენთვის ეს რეკომენდაციები. მე დაგემშვიდობებით მომავალ სამშაბათამდე. ჩემს სტუმარს ძალიან დიდ მადლობას გადაუხდი. მადლობა თქვენ. ქალების რადიოს საღამოს ეთერი კი გრძელდება. ქალების რადიო შენთვის და შენზე დარშიც ჩვენთან.